კამპუს ცეცხლი უკიდია, კალათბურთის ბურთი კი შიგ დავტოვე. ცეცხლი უკიდია, რატომ არ არის კვამლი? კარგი, იქნება ეს ხუმრობა. ეს არ არის ხუმრობა. დაწვის სუნი მცემს. ეს ჩემი სუნია. სუნიანო, ბუშტო, შეწყვიტე ჰაერის გაფუჭება. სად არის ცეცხლი? იქ არის ხან. გამარჯობა ჩოგბურთელებო. გილოცავთ ახალ სასწავლო წელს. მადლობა დიდო ბიჭო. რა სიტყვით რომ აღვნიშნოთ, კლუბში წავიდეთ და მერე ჩემს სახლში დავიძინოთ ერთად. შეგვიძლია მაგრად გავერთოთ იქ. ჩემი მშობლები ჯერ არ დაბრუნებულან შვებულებიდან, ასე რომ სახლი ცარიელია და ეს მისი გასაღებია. ხომ ხვდებით, რასაც გულისხმობ? ხალხს მაგარი გამბედაობა აქვს. გოგუები მის ხაპარს მართლა თუ დაიჯერებენ. არავითარ შემთხვევაში, ძალიან გვიანია პატარავ. ჩვენ მივდივართ კლუბში, მაგრამ არა თქვენთან ერთად. კალათბურთელებმა უკვე დაგვპატიჟეს გასართობად. პატარავ, ეს ძალიან საყვარლად ჟღერს. აბა ნახვამდის, პატარა ჰალკი. გაიგონეთ ეს, მათ დამიძახეს პატარა ჰალკი, მათ მე ძალიან მოწონვარ. ჰალკ, გინდა სიმართლე გაიგო? მათ უბრალოდ მაგრად დაქცინეს. არ მაინტერესებს. მეგობრებო, მე ძალიან მიხარია ახალი სასწავლო წელი. გოგოებო, იმედია არ დაგავიწყდათ ჩვენი ტრადიცია, რომ ყოველწლიურად ვტოვებთ ჩვენს კოცნას სარკეზე და ყოველ წელს დამლაგებელი რეცხავს მათ. დამლაგებელი წელს ამას ვერ წაშლის. ამინა, წყალგაუნტარი პომადა გააქვს? არა, ლენტას გამოვიყენებ, მაგრამ მას შეუძლია ლენტის მოშორება. ეს სუპერწებოვანი ლენტია. აბა სცადოს და მოაშოროს იგი. ახალი სასწავლო წელი, ახალი თავგადასავლები იწყება, ხომ იცით? ახალი გოგონები, ჩოგბურთელები ისევ არ ველაპარაკებიან. მე ისინი აღარ მაინტერესებს. კარგად მისმინეთ ბიჭებო. ამ სასწავლო წელს მშობლებს დაუპირდი, რომ ძალიან კარგად ვისწავლიდი. ნაის, შენ ისეთი წუწუნა ხარ, პრობლემები. ჩვენ არ გვჭირდება ლუზერები და მშიშრები ჩვენს გუნდში. გავიგე. იმედია არ დაგავიწყდა ჩვენი მუდმივი ტრადიცია, ყოველ ახალ წელს ახალი ხუმრობა. მაგარია. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. თქვენც გილოცავთ. მე უკვე მოვიფიქრე მეგობრებო ხუმრობა. ლუზერები აბაზანაში ჩავკეტოთ და შუქები ჩავუქროთ. გასართობი იქნება. მაგარია, მაგრამ ამას არ გავაკეთებ. ეს სახიფათოა. ჩვენ დავისჭებით. ნაის, თუ ახლა ამას არ გააკეთებ, მთელი წლის განმავლობაში მშიშარას დაგიძახებ. არა, ნაისი მართალია. ეს ხუმრობა მოძველებულია. რაღაც ახალი გვჭირდება. მე მოვიფიქრე. აბა, რას ფიქრობთ? ეს გასაოცარია. კამპუსში მსგავსი არაფერი მომხდარა. ჩვენ ეს არასდროს გაგვიკეთებია. მოდი, გავაკეთოთ ეს. ძვირფასო დღიურო, ამ სასწავლო წელს მინდა დავტოვო ლუზერების გუნდი, რადგან ისინი მაბრაზებენ. მე ასევე მინდა მქონდეს ჩემი ბანდა. ნორმალური ბანდა. მინდა რომ იმ სულელ კალათბურთელებზე ამით ვიძიო შური. მოიცადე, აღარ მახსოვს იდიოტები როგორ იწერება. ახლავე უნდა გავიხსენო. სულ ერთია, დავწერ როგორც მინდა. არ მაინტერესებს ეს. ჩაიწიე. სახალისო გზაა სასწავლო წლის დასაწყებად, ძმაო. ამაღამ ხვდებით ჩოგბურთელ გოგონებს. ეს ნიშნავს, რომ კლუბში წავალთ. მთელი ღამე მანდ ვიქნებით? მთელი ღამე, ძმაო. ბიჭებო, რა მაგარია. შენი საქმე არაა. ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი ვარჯიში გვაქვს. საკმარისად თუ არ გვეძინება, კარგად ვერ ვივარჯიშებთ. არსად არ მივდივართ. გოგონები ჩვენს გარეშე წავლენ კლუბში. ჭკუაზე ხარ, ძმაო? გაგვიმართლა, რომ გოგონებთან ერთად კლუბში მივდივართ. არი ნერვიულო, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ ამ კონკურსში. არა დაკ, მე არ შევწყვეტ ვარჯიშს. დენს, თუ გინდა ბეისბოლის მოთამაშის ნაცვლად, შემიძლია შენს გუნდში მე ვითამაშო და ის წავიდეს მარტო. რა თქვი? შემიძლია მას ჩემი ბიტა მაგრად მოვარტყა. არ გინდა დაკ, ფაზლ, შენ არ ითამაშებ. ჩემთან ერთად გუნდში. შენ არ ხარ ჩვენს გუნდში და აღარასოდეს დაბრუნდები უკან. ახლა მე ვარ აქ, ბეისბოლის მოცეკვავე, ბიჭუნა.
რა? დაგავიწყდა? მე კალათბურთელი ვარ. ფაქტობრივად მე გასწავლე თამაში. ახლა ჩვენ შენზე ბევრად უკეთ ვთამაშობთ. წავიდეთ და ვარდისზე ვაგვიანებთ. მადლობა მასუდ ხარი, თორემ ჩემი ბიტით ადგილზე გაგაბრტყელებდი. შემართლა ლუზერო. სულ ტყუილად ვარდიშობთ, თქვენ მაინც წააგებთ ამ შეჯიბრს, ჩემს გარეშე, დამარცხებულებო. ლორა, რა სიტყვი მაღაზიაში წასვლაზე? მე ძალიან მინდა ცხელი შოკოლადი. ლოლ, ვერაფერს ამჩნევ? ახალი სპორტული ფეხსაცმელი. არა, მაგაზე არ გეუბნები. მეგობარო, აბა ამას შეხედე. მოიცადე, გაიდიდე ისინი? არა, უბრალოდ ახლახან შევუკვეთე სპეციალური ბალიშები ინტერნეტით. ეს შესაძლებელია? რა თქმა უნდა, შეგიძლია. აუცილებელიც კია, ჩემო მეგობარო. სულაც არ ეტყობა, რომ ბალიშები გაქვს ჩაწყობილი. არ უთხრა ჩვენს კალათბურთელებს. ეს იქნება ჩვენი პატარა გოგოშკურის საიდუმლო. შეგიძლია რომ მათხოვო? არა, ლოლა, არ შემიძლია. ეს არ არის ჰიგიენური. ხარბი. მე არ ვარ ხარბი. ეს არ შეიძლება. ასე წერია ნივთის ინსტრუქციაში. მაინც გაუმაძღარი ხარ. გზამომეცი, ჩემს კარადასთან უნდა მივიდე. კეთილი ინებე და შემოუვარე მას. მეორე აღარ გეტყვი. გაიწიე მეთქი. ეს არ არის სასაცილო. ლორა, გონი მას შენი ბალიშები უნდა ათხოვო. ბალიშებიც კი არ უშველის. რა ბალიშები? ჩვენ არ გეტყვით. ეს საიდუმლოა ჩემსა და ლორას შორის. გაჩერდი, დაისვენე. ძალიან დავიღალე. ბევრი აღარ დაგრჩა, სულ რაღაც 8 ჯერ უნდა გადახდე. ეს ადვილია, 8 ჯერ არაფერია. შეხედე პონკა, ეს არის ბიცეპსი და აი ეს არის ტრიცეპსი. დილან, შენ ისეთი დაკუნთული ხარ. ასეა. რა? დილან, მოშორდი გზიდან. პონკა შეხედე, ნახე, აბა ცოტა გაძლიერდი საწყალო ბუშტო, ძალიან რთული უნდა იყოს. 1 საათია ვხტუნაობ. ბუშტო, რისთვის გჭირდება? კენგურუსავით ხტუნავ და ამას აზრი არ აქვს. დილან, შენ არაფერი იცი სპორტის შესახებ. ეს წონის დაკლების საშუალებაა. მაიკ ტაისონი თუ გაგიგია. მე ვიცი მაიკ ტაისონი, ის რეპერია. პონკა, შენ თვითონ ხარ რეპერი. ის მსოფლიოში საუკეთესო მოკრივია. მას ყველაზე მძიმე დარტყმა აქვს. 800 ფუნტი. კუპი საუკეთესოა. ის ასევე ყოველთვის ხტუნაობდა ლახტით. ამ ყველაფერს მე YouTube-ზე ვუყურებ ხოლმე. მე გადავწყვიტე, რომ ტაისონის მსგავსად გამხდარი და ძლიერი ვიყო. ბუშტო, შენ შეგიძლია ამის გაკეთება. მე მჯერა შენი. მადლობა გუფი. როდესაც მე გავხდები კამპუსის საუკეთესო ბიჭი, გპირდები, რომ გოგონებს შენც მოგიყვან ხოლმე. სანამ მე კამპუსში ვიქნები, შენ ვერ იქნები საუკეთესო ბიჭი. მაშინაც კი თუ შენ წონაში დაიკლებ. ნუმაბრაზებ, მაგრად დაგარტყავ. მიდი აბა ერთი სცადე. ბუშტო არ გინდა? ნუ და ხარჯავ ენერგიას. გაგიმართლა რომ უნდა ვივარჯიშო. კარგი ჩაკ, ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სწორედ ამის კითხვას ვაპირებდი თქვენთვის. რას ნიშნავს ეს? და რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ ბევრი ახალი სტუდენტი გვეყოლება. წინააღმდეგი ვარ. მოდით ჯერ გავაძევოთ რამდენიმე ადამიანი. ჩაკ, რას ლაპარაკობ? ჩვენი თინეიჯერები საუკეთესოები არიან. იმაშინ მომიყვანე დამხმარე. აქ ძალიან ბევრი მოზარდია. მე ვერ ვადენებ ყველა მათგანს თვალს. პარტნიორი უკვე ყავს. სად არის? ჰეი, პარტნიორო, სად ხარ? მე ვერ გხედავ. შესაძლოა მას უხილავი ქუდი ახურავს. ეს არ არის სასაცილო ჩაკ. მენდია შენი პარტნიორი. შვენიერია, კარგია. მე არ ვარ დაცვის თანამშრომელი. მე ვარ ადმინისტრატორი. მე გიპოვნი პარტნიორს. მანამდე შენ მენდი დაგეხმარება. ჩაკს არ დავეხმარები. ამის დრო არ მაქვს.
კარგი, არ მინდა შენი წუწუნის მოსმენა. მე გადავწყვეტ ყველაფერს. ჩვენ კამპუსის ყოველდღიური შემოვლა უნდა გავაკეთოთ. ჩაკ, აღარ დამიძახო პარტნიორი. არ მომწონს. მოითბინე, ჩემო ლამაზო. რა? რა? არაფერი. ლამაზი ბალიშებია. არ დაიღალე ამის კეთებით? მათნაირი მეც მინდა. აბა მეგობრებო, მზად ხართ? მოდი გავაკეთოთ ეს. იმედია ვერავინ გაიგებს, რომ ეს ჩვენ ვიყავით. მიდი, დააჭირებ. არ გაიმეოროთ. უიცადე, რა ჯანდაბაა ეს? მერთო ჩემო, ეს არის ხანძრით სიგნალიზაცია. სიგნალიზაცია ჩართული ყოფილა, ძალიან ხმამაღალია. წავიდეთ აქედან. გოგოებო, ეს ხანძრის სიგნალიზაციაა. სასწრაფოდ უნდა გავიდეთ შენობიდან. ლიფტით ავიდეთ, სწრაფია. ლიფტით ვერ ისარგებლებ ხანძრის დროს. შეიძლება გაიჭედოს. ეს რაღაცა განგაშია. რა განგაში? ეს არის ხანძრის სიგნალიზაცია. კამპუსში ხანძარია. რაღაც დამწვრის სუნი მცემს. ეს მე ვიყავი. უშტო გაჩუნდი. ეს არ არის სასაციელო. სასწრაფოდ ოთახიდან უნდა გავიდეთ. ასე წერია უსაფრთხოების სახელმძღვანელოში. რა ხდება? პარტნიორო არ ინერვიულო ამაზე. ყველაფერი კონტროლის ქვეშ მაქვს. ჩაკ, დარწმუნებული ხარ? რა თქმა უნდა დარწმუნებული ვარ. ალბათ მაქსმა გააკეთა ეს. ნება მომეცი, დავურეკო. არა მგონია ეს ხუმრობა იყოს. მაშინ რისთვის ვიდგავართ აქ? კამპუს ცეცხლი უკიდია. კალათბურთის ბურთი იქ დავტოვე. რატომ არ არის არსად კვამლი? შეიძლება ეს სულაც ხუმრობაა. ეს არ არის ხუმრობა. კვამლის სუნი მცემს. ეს მე გავაკეთე. სუნიანო, ბუშტო, შეწყვიტე ჰაერის გაფუჭება. სად არის ცეცხლი? ხანძარი იქა. მეგობრებო, უბრალოდ მშვიდად იყავით. მე დავრეკე სახანძროში. ჩააქრობენ ცეცხლს. არ მეგონა რომ სახანძრო განყოფილებას დაურეკავდნენ. მერე რა მოხდა? თუ გაიგებენ რომ ეს ჩვენ გავაკეთეთ, მაგარ შარში ვიქნებით. გზა გაანთავისუფლეთ, მე ხანძრე მოდის. ცეცხლი არ არის, ცრუგანგაში იყო. კიდევ ერთი ცრუზარი და მე დავიჭერ ამ ხულიგანს და კარგითი არ დაადგება. შეგიძლიათ დაბრუნდეთ კამპუსში. ეს სულელური ხუმრობაა, აღარ გავიმეორებ. მე გითხარი რომ ეს საშიშია მეთქი. კარგი რა, ეს სახალისო იყო. ჰალკ, კარგი, ეს ბოლოა. მეგობრებო, მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ ჩვენს ახალ ეპიზოდებს. ნახვამდის ყველას.